ამბობენ, რომ რევოლუციური სული მალე ქრება, თუმცა სურნელი დიდხანს რჩება. ვარდის სურნელმა 4 წელი გააბრუა, ახლა როგორც ჩანს სული ჯერია. ალბერტ კამიუმ თქვა, რომ ყოველი რევოლუციიდან რევოლუციონერი ცხოვრებას ასრულებს ან როგორც ჯალათი, ან როგორც ერეტიკოსი. იმედია, ქართველი რევოლუციონერები მათ სიაში არ ჩაეწერებიან. 4 წელი არც ისე ბევრია, რომ საკუთარი წარსული დაივიწყო. თუკი ხალხის ნება იყო 4 წლის წინ, ნება უნდა იყოს 4 წლის შემდეგაც. ეს მარტივი ლოგიკაა. თუკი ხალხის გესმოდა 4 წლის წინ, მოსმენა უნდა შეგეძლოს 4 წლის შემდეგაც. ისევ ნოემბერი, ისევ წვიმა, ისევ სიცივე და ცეკვა სიმღერით გატეხილი ღამეები. შეკრების მიზეზი სხვადასხვა მოთხოვნა ახლა უკვე ერთნაირი. ერთი და იგივე სურათი, დროში განსხვავებით, თუმცა სხვაობა არც ხელისუფლების ქმედებაშია. მაშინაც და ახლაც ოპოზიცია რუსულ ღრმა ჩანაფიქრთან იგივდება. მთავრობა ისევ უკომპრომისოა და მათი დათვლით ისევ ცოტაა განსხვავებული აზრის მქონე ხალხი. მოკლედ ასე, რომ მიყვეთ კამიუს ნაზრებს სიცოცხლის უფლება აქვს. დროების ჟურნალისტი მაია ასათიანი ეძებდა 10 განსხვავებას ნოემბერებს შორის 4 წლის ინტერვალით. ეს მატარებელი ახალი საქართველოს ჯერ არ დაძღვნა ბაქნიდან. 4 იანვრამდე ყველა შეუძლია იშოვოს ბილეთი ამ მატარებელზე. პლაცკაცი მაინც მოხდეს. მაგრამ 4 იანვარს და დაკავკავს მე მანქანი ამ მატარებელს. მე წერილებსაც ნუღა მოგჭერთ, იმიტომ რომ შეიძლება ვეღარ მოგაწუნოთ ხმა. დაკოქა და გააქროლა. რევოლუციურ ერსაც რა უნდა ეკნა? სასწრაფოდ ბილეთები იყიდა და ვარდოსან მატარებელში გამდგრიდა. წინ დავჭდეთ, ახალ საქართველოში პირველები ჩავალთო. მატარებელი რომ მოვა ჩვენს კახეთის მიწაზე. აყვავდება მთელი ქვეყანა. თქვენ სამ მატარებლით წახვალთ სასწავლებლად. მატარებელმა დააგვიანა. უკვე რამდენი ხანია ჩვენი ბრალია შენ აგიბადა თავში. ასე ადრე მატარებელში ჩასხდომამდე მღეროდნენ. ახლა ასე მღერიან. ეს ძველი რევოლუციური გზაა. წმინდა გიორგის მესიის მახვილი 4 წლის წინ. ესეც ახალი, ოღონდ მესიური სიმბოლიკის გარეშე. დასავლეთიდან აღმოსავლეთში იგივე მიზნით და მიზეზით წამოსული. ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე ახლა იტყოდა, რომ გზა დღეს უფრო განათებულია და თანაც ასფალტირებული. ჭეშმარიტად, ვერაფერს იტყვი. წალენჯიხის ავტობუსიც აქვეა. 4 წლის წინანდელი მესაჯი ახლა კი სხვა მატარებელში ზის, მაგრამ მაინც. სცენარი უცვლელი. ეს შევარდნაძის ხელისუფლების მიერ რევოლუციონერებისთვის დახვედრებული პიკეტია. ეს არის ამ ხელისუფლების სახე. ესეც მოდერნიზებული ვარდის ეკლები. მაშინაც და დღესაც гзаზე ძალის დახვედრება წინააღმდეგობის გაწევის мети სურვილი გააჩინა. Народная масса, которая движется на Тбилиси, которая Тбилиси сметет всех, которые станут на ее сторону, на ее дороге, естественно, потому что все эти дешевые трюки там с какими-то псевдолидерами, какими-то агентами нашей полиции, защите Шеварднадзе ни к чему не приведут. ჭკვიანი სხვის შეცდომებს ესწავლობს. მაშინ პირველი რევოლუციონერი ამბობდა, რომ ყოველი ახალი ბარიკადა ოქროსფერი ნათებით წამოსულ ხალხს კიდევ უფრო აბრაზებდა. თუმცა გაბრაზებული ხალხის ახალნაკადს 4 წლის შემდეგ უკვე სააკაშვილის ბარიერები დახვდა. შედეგი მაშინაც და დღესაც ერთი იყო. შეურაცხყოფილი ამომრჩევლით სავსე რუსთაველი. ერთად თუ ვიტყვით, რომ გჭირდება სახლი, რომელშიც არავინ ჩაკეტავს განს. გჭირდება ეზო, ერთად რომ ვიყოთ და ქუჩა, რომელზეც არავინ კლავს.
მონეთათი განსხვავება. წვიმს, წვიმს. ცივა, ცივა. მოთხოვნა? განატექი. მოთხოვნა. სახეები? სახელები. სიმღერა? სიმღერა. ვარდები? გადავარდები. აი, ბაბუს ენაკელს როხებთან 2003 წლის 10 ნოემბერს. მარის ფასი მკვეთრად ორჯერ სამჯერ იყო გაზრდილი. ეხლა ფასები ეცემა უკვე პრაქტიკულად განახევრდა ფასები და კვლავ ფასების შემცირება გაგრძელდება. ილარიონა შევარდნაძე პირდაპირ ენის წვერზე იყრის და ისე ყოფავს. ილიკო ჩიგოგიძე კი ერთ ჭიქა თბილ წყალში ხსნის და ისე სომს პახმელიაზე. აი, ბებია ჩემი კი. გევიდა გაღმა. სათქა მარილზე. ამარილ. მოკტა. მანამდე არ აგიდგეთ გვერდები, სანამ არ გადავდგები. ეს ნაწყვეტია შევარდნაძის 2003 წლის ნოემბრის რადიო ინტერვიუდან. ღმერთი არ გაუცხრეს ვინმე. ეს კი 2007 წელია. 4 წლის წინ ზუსტად 2 ნოემბერს მაშინდელი უშიშროების სამინისტრო თბილისთან ახლოს შემთხვევით იარაღით სავსე საწყობს პოულობს. მაშინ როცა მთელს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, ხმამაღლა იწყება საუბარი ოპოზიციური მოძრაობის კავშირზე რუსულ სპეცსამსახურებთან. ეს სხვა პრეზიდენტი და სხვა შემოდგომაა. რუსული პროვოკაციების სქემა კი იგივე. ათი განსხვავება რთული საპოვნელი, მაგრამ შესაძლებელია. ზოგიერთი ექსპერტის დათვლით ამ რაოდენობის ხალხი რუსთაველზე მხოლოდ ვარდების რევოლუციის პიკზე 22 ნოემბერს იდგა. არ წდება მარტო რუსთაველზე საქართველოს ბედი, საქართველოში უფრო ბევრი მოსახლეობა, უფრო მეტი პრობლემები აქვს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, იმ თვალსაზრისით, რომ ვიღაცის სკამების გულისთვის გაწირონ სახელმწიფოს ბედი. ულტიმატუმის საუბარი ეს მე მგონი უკვე დანაშაულია საერთოდ, იმიტომ არ შეიძლება ულტიმატუმის ენაზე ელაპარაკო, თუნდაც განაცხადი მთავრობას, რომელიც იქით არის დანარჩენი საქართველოს, რომელიც არ არის მარტო 100,000 კაცი, ხო? ნუ რა ვის ნუ დაავიწყდება. რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობის დიდ ნაწილს თავისი პრეზიდენტის იმედი აქვს. არც ერთი ხელისუფლება, რომელიც თავის თავს საკუთარ ქვეყანას პატივსცემს, გადაწყვეტილებას არ იღებს ულტიმატუმების ან მიტინგების ფონზე. ჩვენ მართლაც ვაპირებთ, რომ შვიდობიანი პროტესტით, შვიდობიანი აქციებით, შვიდობიანი მანიფესტაციებით მე ამას ხაზს უსვამ, ხელი შეუშალოთ ხელისუფლების უზურპაციას. ესეც კიდევ ერთი სხვაობა. 4 წლის წინ 100,000 ხალხის ხმა იყო დღეს მოსახლეობის მცირე ნაწილი, რომელიც ვარდოსან ხელისუფლებას ულტიმატუმებით არ უნდა ესაუბროს. ხელისუფლებისათვის მიცემული დრო ამოიწურა. რევოლუციურ მიტინგზე მაშინდელ პრეზიდენტს ასეთი ულტიმატუმი რევკომმა 3ჯერ წაუყენა. განმდგარ თანაგუნდელებს პირველი ზუსტად 2ჯერ შეხვდა და მესამედ სახლში წავიდა. სახლში ვისაც ეს არ უნდა, ჯერ დავიჭერ დავაპატიმროთ, ხელი მოკროთ გავანადგუროთ. ახალ მატარებელში ჩასხდომის ამბავი ასე სიცილ ხარხარით და კეთილი სურვილებით დაიწყო. ჩემო გმირო ქართველებო, თქვენ გიგენატვა. გუშინ თქვენ სიმღერებს ხალხი მღერისო უთხრეს. ჩვენც მივღეროთ. მასმედია როგორც გამოარკვია. კოკოიტის გურმე კაცი არ ქვია. დადგინეს რომ საეჭვო მასტია. კაცი კი არა თურმე ფანდარასტია. ზადი და დი კოკოინთო ფანდარას. გაიხურე კარიცა და ფანჯარას. თუ მშვიდობა მართლა უნდა სამყარო. შენ დარვიზის ჯარი უნდა გაგყარო. ესია ბატონო. შენ წახვალ და მაგად გილას ხვა მოვა. შენ განუყვე კაცი აღარ გამოვა. ვეღარ გაუბრალდებით. მატარებელი სადგურში ისევ შემოვიდა. გაიღვიძე გრიშაბიძეა, დეპოში ხარ.
დროებით ჟურნალის მგონი ეპატიება ის პაროდიული ტონი, რომელიც თან გაზრდებდა მთელ სამ სიუჟეტს, თუმცა არა მარტო სახალისო და სამხიარულო, არამედ დასაფიქრებელიც ბევრი რამ ვნახეთ. ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომელიც ჩვენს დღევანდელობას ჭირს, ეს არის მოკლე მეხსიერება, რომლის გამო ჩვენ ხშირად გვიჭირს დასკვნების გამოტანაც და შეფასებების გაკეთებაც.